90 წლის შემდეგ მისი ახლო ადამიანი პირველად ლაპარაკობს კამერის წინაშე. ის ქალი, რომელიც ყოველდღიურად ხედავდა იაკობ ჯუაშვილის თვალებს სარკესთან, არა სცენაზე, არა სახალხო დღესასწაულებზე, არა ოფიციალურ ფოტოებზე, არამედ იქ, სადაც არავინ უყურებდა. ის ქალი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდა დუმილს შიშით, რომ სიმართლე ძალიან ძიმე არ მოჩდებოდა გასაგებად, მაგრამ დღეს, როცა მთელი თბილისი ახსოვს დიდ გვარს და დიდ ამბავს, ეს ქალი, მისი ყოფილი შინამოსამსახურე, ამბობს სიტყვებს, რომლებიც ანგრევს იმ სურათს, რასაც ყველა მიცოდა. თვალთმაქცი სიტყვები, გულსატკენი სიტყვები. ის იხსენებს, როგორ ატარებდა იაკობი ჩაფხუთ შარვალს, რომელზედაც არავინ ამჩნევდა ცრემლის გვალს. როგორ იჯდა საათობით ფანჯრის წინ და ელოდა წერილს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა. როგორ შეეცადა ყოფილიყო საკმარისად ძლიერი, საკმარისად გამძლე, საკმარისად ღირსეული, მაგრამ ყოველი მცდელობის შემდეგ მხოლოდ სიჩუმე ბრუნდებოდა. ის ამბობს, მე ვხედავდი თუ როგავდი თუ როგორ ეძებდა ის ერთ სიტყვას, ერთადერთ სიტყვას, რომელიც არასოდეს გაიგონდა. ვინ იცოდა, რომ დიდი გვარის შვილი ყოველ საღამოს ლოცულობდა უბრალო ადამიანურ სითბოზე? ვინ იცოდა, რომ მამა, რომელსაც შეეძლო ქვეყნის მართვა, ვერ ამოიღებდა ერთ წუთს საკუთარი შვილისთვის? და რატომ დუმდნენ ყველა ისინი, ვინც ხედავდა ამ ტკივილს? საქართველოს ისტორიაში არის გვარები, რომლებიც ატარებენ სიდიადეს. არის სახელები, რომლებსაც აქვს წონა, რომლებსაც აქვს ძალა, რომლებსაც ყველა იცნობს. მაგრამ ამ ისტორიაში არის ერთი ბიჭი, რომელსაც მიეცა ყველაზე ცნობილი გვარი და ამავე დროს ყველაზე მძიმე ტვირთი. ბიჭი, რომელიც ყოველდღე იბრძოდა არა მტრებთან, არამედ საკუთარ გვართან. ბიჭი, რომელსაც უნდოდა მხოლოდ ერთი, რომ მამამ შეხედა არა როგორც სიმბოლოს, არამედ როგორც შვილს. იაკობ ჯუღაშვილი. სახელი, რომელიც თბილისში ჩურჩულებდნენ. სახელი, რომელიც თან ახლდა არა დიდების, არამედ ჩრდილის ამბავი. თუ დღეს მოგიწევთ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ახსოვს იაკობი, ის გეტყვით, ეს არ იყო პოლიტიკის ამბავი. ეს იყო ოჯახის ამბავი. ოჯახური ჭრილობის ამბავი, რომელიც არასოდეს არ შეხოცებულა. ის დაიბადა 1907 წლის 18 მარტს. იმ დროს, როდესაც საქართველო ცვლილების წინაშე იდგა, როდესაც ქვეყანაში ახალი ძალები მოდიოდა, როდესაც ძველი წესები იშლებოდა ახლის სასარგებლოდ, მაგრამ იაკობისთვის ეს ყველაფერი არ ნიშნავდა იმას, რასაც აღწერდნენ წიგნები. მისთვის ეს ნიშნავდა სხვა რამეს. ეს ნიშნავდა, რომ დედა, რომელიც უნდა ეფარა მას სამყაროსგან, ვერ იქნებოდა გვერდით. ეკატერინე სვანიძე. ქართველი ქალი, რომელიც იცოდა რა ნიშნავს სიყვარული, რა ნიშნავს ოჯახი, რა ნიშნავს შვილისთვის სითბოს მიცემა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ავადმყოფობა წაართვა ცხოვრება, როცა იაკობი სულ რაღაც 8 თვის იყო. დარჩა ბიჭი მამასთან. მამასთან, რომელსაც ჰქონდა მთელი ქვეყნის საქმე. მამასთან, რომელსაც ჰქონდა გეგმები, იდეები, რწმენა, მაგრამ არ ჰქონდა დრო იმისთვის, რომ მიეღო ბავშვის ხელი და ეთქვა: შენ ჩემი ძვირფასი შვილი ხარ. თბილისში ამბობდნენ, იაკობი არის ბიჭი, რომელიც ყველაზე ბევრს ჰყავს, მაგრამ ყველაზე ნაკლებს იღებს. ჰქონდა მამა, რომელიც ხალხს მართავდა, მაგრამ მას არ უყურებდა. ჰქონდა გვარი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, მაგრამ ამ გვარმა მას დააკისა ტვირთი, რომ მის ატანაც ბავშვს არ შეეძლო. და ის ცდილობდა. ცდილობდა ყოფილიყო საკმარისად კარგი. ცდილობდა, რომ არ შეცოდა. ცდილობდა, რომ არ გამოჩენილიყო სუსტი, დაბნეული, მოწყვლადი. რადგან მან იცოდა, თუ ერთხელ ჩაიშლებოდა, მთელი ქალაქი იტყოდა: აი ნახეთ, დიდი მამის შვილი სუსტი არ მოჩნა. აი ნახეთ, იგი ვერ გაუძლო. აი ნახეთ, იგი ვერ იქნა ღირსეული. და ეს იყო ყველაზე საშინელი სასჯელი. არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური. სასჯელი, რომელიც ყოველდღე მიდიოდა მასთან ერთად, ყოველ წუთს, ყოველ ნაბიჯზე. მაგრამ ვინ ხედავდა ამას? ვინ ამჩნევდა, რომ ბიჭი, რომელიც ოფიციალურ ფოტოებში იდგა გამართულად, სახლში მარტო იჯდა და ფიქრობდა, რატომ მან ყოფნის, რატომ მან მკითხავს როგორ ვარ, რატომ არ მეუბნება, რომ მიყვარხარ? ის კითხვები, რომლებსაც ბავშვი ვერასოდეს დასვამს ხმამაღლა, მაგრამ რომლებიც წვავენ მის გულში. ის კითხვები, რომლებზე პასუხი არასოდეს მოვა. და როცა მოზარდი გახდა, როცა გაიზარდა, მან ვერ იპოვა პასუხები. იპოვა მხოლოდ ახალი მოლოდინები. ახალი მოთხოვნები, ახალი სტანდარტები, რომლებსაც მან უნდა გაემართა. ყველა ელოდა, რომ იაკობი იქნებოდა ძლიერი. ყველა ელოდა, რომ იგი იქნებოდა წარმატებული. ყველა ელოდა, რომ იგი არ დააკარგებდა სახეს დიდი გვარის წინაშე. მაგრამ ვინ ელოდა, რომ იგი უბრალოდ ბედნიერი იქნებოდა? ვინ ფიქრობდა, რომ შესაძლოა ბიჭს უბრალოდ სიყვარულის სურდა, უბრალოდ პატივისცემის, უბრალოდ ადამიანური სითბოს? თბილისის ქუჩებში ჩურჩულებდნენ. იაკობი ზრდის თავის ცოლს. ცდილობს ოჯახს შექმნას, ცდილობს იპოვოს ის, რაც მას არასოდეს ჰქონია. მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩურჩული იყო ჩურჩული. იყო ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ, მაგრამ არავინ ჩაერეოდა, არავინ ეხმარებოდა,
არავინ არ ეუბნებოდა, იაკობ, შენ ღირსი ხარ, შენ საკმარისი ხარ, შენ არ გჭირდება დამტკიცება, შენ უბრალოდ უნდა იცხოვრო. და ეს იყო ყველაზე ტრაგიკული, რომ ბიჭი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი გარედან, არაფერი ჰქონდა შინაგანად. ახლა ის უხდება თქვენ წინაშე, პირველად 25 წელიწადში. ქალი, რომელსაც მთელმა თბილისმა უწოდა განშორების მიზეზი. ქალი, რომელზეც ამბობდნენ, რომ მან გაანადგურა ოჯახი, ქალი, რომელმაც არასოდეს არ ისაუბრა საჯაროდ, მანამდე. და დღეს ის იჯდა ჩვენს წინაშე და ამბობს: მე არ დავშალე ოჯახი. ოჯახი უკვე დაშლილი იყო, სანამ მე შევხვდებოდი იაკობს. ის ოჯახი, რომელსაც ყველა ხედავდა გარედან როგორც მაგალითს, შიგნით იყო ცარიელი. იყო კედლები, იყო წესები, იყო დისტანცია, მაგრამ არ იყო სითბო. არ იყო ის, რასაც ოჯახს ოჯახად აქცევს. და იაკობმა ეძებდა ამ სითბოს სხვაგან. ის ამბობს: მე ვხედავდი მის თვალებში ტკივილს, რომელიც არ წამოსვლიდა ბრძოლიდან არამედ უბრალოდ იქიდან, რომ არავინ არ უთხრა: შენ მნიშვნელოვანი ხარ, ისეთი როგორიც ხარ. ის ქალის სიტყვები არღვევს ყველაფერს, რასაც თბილისმა იცოდა. არღვევს ლეგენდას, არღვევს სურათს და ვერსია, რომელსაც ის გვთავაზობს, აჩენს კითხვებს. ნამდვილად თავად ჩამოვარდა, თუ მას დაეხმარნენ. 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იაკობი ცდილობდა იპოვოს საკუთარი გზა, მსოფლიო იცვლებოდა. საქართველო იცვლებოდა. ქვეყანა, რომელშიც ის დაიბადა, აღარ იყო ის, რასაც ის ახსოვდა. ახალი წესები, ახალი ხელისუფლება, ახალი მოლოდინები. და იაკობმა იცოდა, მან უნდა შეესაბამოს. მან უნდა იყოს ის, რასაც მისგან ელოდნენ. მან უნდა გამოეჩინა, რომ იგი არის დიდი გვარის ღირსეული წარმომადგენელი. მაგრამ როგორ უნდა ყოფილიყო ღირსეული, როცა შინადანად გრძნობდა, რომ არაფერი არის საკმარისი? როგორ უნდა ყოფილიყო ძლიერი, როცა არავინ არ მასწავლა რა არის ძალა? როცა მამა, რომელსაც მას უნდა ენახა მაგალითად, არასოდეს არ იყო ახლოს იმდენად, რომ რაიმე ასწავლოს. თბილისში ამბობდნენ, იაკობი ცდილობს იყოს როგორც მამა. ცდილობს იყოს მკაცრი, ცდილობს იყოს მოთხოვნადი, ცდილობს იყოს უგრძნობელი. მაგრამ ეს არ არის მისი ბუნება. ის არის ადამიანი, რომელსაც სურს გრძნობები, სურს სიები, სურს სიახლოვე, სურს სითბო. და ეს კონტრასტი კლავდა მას. ყოველდღე ის იდგა სარკის წინაშე და ცდილობდა დაენახა საკუთარ თავში ის, რასაც სხვები ხედავდნენ. ცდილობდა იპოვოს ის ძალა, ის სიმტკიცე, ის უგრძნობლობა, მაგრამ ყოველ ჯერზე ხედავდა მხოლოდ დაღლილ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც შეეშინდა, რომ არასოდეს იქნება საკმარისი. და მაშინ მოვიდა ის მომენტი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მომენტი, როდესაც იაკობმა მიიღო გადაწყვეტილება. მან უნდა დაამტკიცოს საკუთარი ღირსება. მან უნდა აჩვენოს, რომ იგი არ არის სუსტი. მან უნდა აჩვენოს, რომ იგი ღირსია, დიდი გვარისა. მან უნდა წავიდეს იქ, სადაც ჭეშმარიტი ადამიანები მოწმდებიან. იქ, სადაც გამოიკვეთება, ვინ არის ძლიერი და ვინ არის სუსტი. და ის წავიდა. წავიდა იმედით, რომ თუ იგი გადარჩება, თუ იგი გაუმკლავდება, თუ იგი აჩვენებს ნამდვილ მამაცობას, მაშინ საბოლოოდ დაინახავს იმ დამტკიცებას, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა. დაინახავს, რომ მამა ამაკია. დაინახავს, რომ მამა აფასებს. დაინახავს, რომ მამა ბოლოს და ბოლოს ეთქვის: ვაჟო, შენ კარგად გააკეთე. მაგრამ რეალობა იყო სხვა. კროსხვა. რეალობა იყო უფრო სასტიკი, ვიდრე ნებისმიერი მოლოდინი. წამოსვლამდე ის დააწერა წერილი, რომელშიც ცდილობდა ახსნას, რატომ მიდის, რატომ გადაწყვიტა, რომ ეს არის მისი ერთადერთი გზა, რატომ მას სურდა იმდენად, რომ ენახა, რომ მამა ეპატიება, რომ მამა ეუბნება, შენ არ ხარ შეცდომა, შენ არ ხარ იმედგაცრუება. შენ ხარ ჩემი შვილი და მე გიყვარ ვარ, მაგრამ პასუხი არასოდეს მოვიდა. დრო გადიოდა, თვეები იცვლებოდა და იაკობი ყოველდღე ელოდა. აქნებ მოვიდეს რაიმე, აქნებ მოვიდეს ერთი სიტყვა, აქნებ მოვიდეს ნიშანი, რომ მამა ფიქრობს მასზე, რომ მამას აინტერესებს როგორ არის ის, რომ მამა მაინც ცდილობს რაღაცას გააკეთოს. მაგრამ მოვიდა სხვა რამ. მოვიდა ცნობა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. მოვიდა ინფორმაცია, რომ იაკობი ტყვეობაში იყო. რომ იგი ხელთ ჩაუვარდა იმ ძალებს, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერი ფასით გამოეყენებინათ ის დიდი გვარის შემცირების მიზნით. და ამ დროს მთელი ქვეყანა ელოდა. რას გააკეთებდა მამა? როგორ მოიქცევდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა ყველაფრის შეცვლის? როგორ მოიქცევდა მამა, რომლის შვილს სჭირდებოდა დახმარება? და მოვიდა პასუხი, რომელიც დღესაც დგას თბილისში როგორც უმძიმესი გაკვირვება. მოვიდა პასუხი, რომელიც ამბობდა: არა გაცვლა, არა დაბრუნება, არა კომპრომისი. პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სისხლი. პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შვილი. თბილისელები დუნგდნენ, შეშფოთებულნი, გაოცებულნი, გაბულნი, შეშინებულნი. რადგან ყველამ იცოდა, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო ოჯახური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებილება, რომელმაც თქვა ბიჭს,
შენ არ ღირხარ იმისა, რომ შენი უსაფრთხოების სანაცვლოდ კომპრომისი შევიდე. შენ არ ღირხარ იმისა, რომ პრინციპი დავტოვო. შენ არ ღირხარ იმისა, რომ მოვითხოვო შენი დაბრუნება. და ეს იყო ყველაზე სასტიკი სიტყვები, რომლებიც იაკობმა ოდესმე არ გაიგონა. თუნდაც ის არასოდეს არ ყოფილიყო ნათქვამი პირდაპირ. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს მამა, რომ ეს იყო სწორი გზა? ვინ იყო ის ხმები, რომლებმაც უთხრეს, შენ არ შეგიძლია აჩვენო სისუსტე? ვინ იყო ის სისტემა, რომელმაც შექმნა ასეთი სამყარო, სადაც მამას უწევდა არჩევანი, არა გულითა და სიყვარულით, არამედ პრინციპითა და შიშით. მაგრამ ნამდვილად ეს იყო მხოლოდ მამის არჩევანი? თუ ამის უკან იდგა მთელი სისტემა, რომელსაც სჭირდებოდა, რომ მამა არ გამოჩენილიყო როგორც ადამიანი, სისტემა, რომელმაც მთელი წლების მანძილზე აშენა გარემო, სადაც სიყვარული ნიშნავდა სისუსტეს, სადაც შვილის მოფერება ნიშნავდა მოფხრობის დასაშვებობას, სადაც ოჯახური თბილობა ნიშნავდა საშიშ ადამიანურობას. არაოფიციალური წყაროების თანახმად არსებობდა დოკუმენტები, ძველი ქაღალდები, რომლებიც წლების განმავლობაში ინახებოდა დახურულ საქაღალდეებში. დოკუმენტები, რომლებშიც ხედავთ, იყო სია ადამიანებისა, რომლებიც ახლოს იყვნენ იაკობთან და რომლებიც ამ სიახლოვეს იყენებდნენ არა მისი დასახმარებლად, არამედ მისი შესასუსტებლად. სია ადამიანებისა, რომლებიც აწყობდნენ მოვლენებს ისე, რომ იაკობი ყოველთვის გამოჩენილიყო როგორც ის, ვინც ვერ გაართვა თავი, ვინც ვერ გაუმკლავდა, ვინც არ იყო საკმარისი. ეს იყო არა შემთხვევა, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ოპერაცია, რომელშიც ყველა იცოდა, თუ მამა და შვილი ახლოს გახდებიან, მაშინ სისტემას ექნება საშიშროება, რადგან ახლოვე ნიშნავს ადამიანურობას. ადამიანურობა ნიშნავს სისუსტეს და სისუსტე საშიშროებაა იმ ადამიანისთვის, რომელმაც უნდა იყოს მხოლოდ ძლიერი, მხოლოდ მკაცრი, მხოლოდ შეურაცხყოფელი. ჩურჩულებდნენ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იდგნენ იაკობსა და მამას შორის. ადამიანები, რომლებიც შესაძლოა გადასცემდნენ არა ნამდვილ ინფორმაციას, არამედ დამახინჯებულს. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, ნახე, შვილი ისევ შეესაბამება მოლოდინებს, ნახე, შვილი ისევ დაეცა, ნახე, შვილი ისევ არ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა. და ეს ყოველი ინფორმაცია აშენებდა კედელს, რომელიც დღითი დღე მაღლდებოდა. კედელს, რომელსაც შორის აღარ გაივლიდა არც ხმა, არც თბილი სიტყვა, არც უბრალო კითხვა. ვაჟო, როგორ ხარ? თბილისელები ჩურჩულებდნენ. ნამდვილად არის ასე, რომ მამა იცის მთელი სიმართლე. ნამდვილად არის ასე, რომ მას ხედავს რა ხდება იაკობთან. თუ ის ხედავს მხოლოდ იმას, რასაც მას აჩვენებენ. და ჩვენ დღეს ვიცით, უფრო ხშირად მამა ხედავდა მხოლოდ იმას, რასაც მას აჩვენებდნენ. რადგან სისტემა იყო ისეთი, სადაც ცდილობდნენ, რომ არა ნამდვილი სურათი მიეწოდებინათ მას, არამედ კონტროლირებადი სურათი, რომელიც ამძაფრებდა კიდევ უფრო მეტ დისტანციას, კიდევ უფრო მეტ ცივ მიდგომას, კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას იყოს მხოლოდ ლიდერი და არა მამა. და როდესაც მოვიდა ის მძიმე დრო, როდესაც იაკობს ჭირდებოდა დახმარება, როდესაც მთელი საქართველო ელოდა აჩვენებს თუ არა მამა, რომ შვილი მნიშვნელოვანია, მაშინ ყველა ისინი, ვინც აშენებდნენ კედელს, აგძელებდნენ რჩევას. შენ არ უნდა მოინდომო, შენ არ უნდა აჩვენო სისუსტე, შენ უნდა იყო თანმიმდევრული პრინციპში. რადგან თუ ერთხელ დაიხარ პრინციპს, მაშინ სხვები ნახავენ, რომ შენ სუსტი ხარ. და ეს შიში, რომ სხვები ნახავენ სისუსტეს, იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სიყვარული შვილისადმი. ზოგჯერ ჩანს, რომ იაკობს უბრუნებდნენ არაერთი ადამიანი. მას უბრუნებდა მთელი ეპოქა, რომელშიც ადამიანს შეეძლო ქვეყნის მართვა, მაგრამ არ შეეძლო საკუთარი შვილის ჩაფუთება. ეპოქა, რომელშიც უფრო ადვილი იყო მილიონების მართვა, ვიდრე ერთი გულის გათბობა. ეპოქა, რომელშიც პრინციპი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სისხლი. და ამ ეპოქის შუაში იყო ბიჭი, რომელსაც არ ჭირდებოდა არც ძალა, არც დიდება, არც შიში სხვების თვალებში. მას ჭირდებოდა მხოლოდ ერთი, რომ მამამ შეხედა და ეთქვა: შენ ჩემი ვაჟი ხარ და მე მაინც გიყვარვარ. მაგრამ ეს სიტყვები არასოდეს ნათქვამა. ეს სიტყვები დარჩა იქ, სადაც ყველა ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არარეალიზებულ სურვილებში, არარეალიზებულ იმედებში, არარეალიზებულ სიყვარულში. და დღეს, როდესაც თბილისელები ახსოვს იაკობი, ისინი არ ახსოვთ როგორც დიდი ადამიანი, არამედ როგორც ბიჭი, რომელმაც მთელი ცხოვრება ელოდა ერთ სიტყვას. ელოდა, რომ მამა ბოლოს და ბოლოს შეჩერდებოდა და ითხოვდა: შენ საკმარისი ხარ, შენ ღირსი ხარ, შენ არ გჭირდება არაფრის დამტკიცება, მაგრამ ეს სიტყვა არასოდეს მოსულა. და ამიტომ დღემდე ამ ოჯახური ჭრილობის ამბავით კივილს აგზნობინებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იცის. ზოგჯერ ყველაზე დიდი ტრაგედია არ არის ის, რაც ხდება გარეთ, არამედ ის, რაც არასოდეს არ მოხდა შინაგანად. ყველაზე დიდი ტრაგედია არის, როცა სიყვარული, რომელიც უნდა ყოფილიყო ბუნებრივი, იცვლება პრინციპით.
როცა ოჯახი, რომელიც უნდა ყოფილიყო თბილი, იცვლება ცივი დისტანციით. როცა მამა, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველაზე ახლობელი, რჩება ყველაზე შორეულად. რა უნდა ყოფილიყო განსხვავებული, რომ ეს ისტორია სხვაგვარად დამთავრებულიყო? რა უნდა მომხდარიყო, რომ იაკობს მიეღო ის, რაც მთელი ცხოვრება სურდა? და რატომ სისტემა აშენდა ისე, რომ ამ მიღწევას შეუძლებლად აქცევდა? ეს კითხვები დგას დღესაც. დგას, იმიტომ რომ ის არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ამბავი. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დიდი სისტემა გაანადგუროს ყველაზე მარტივი ადამიანური გრძნობები. როგორ შეიძლება ძალა დაამარცხოს სიყვარული. როგორ შეიძლება პრინციპმა ჩაანაცვლოს გული. და როდესაც ჩვენ დღეს უსმენთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იცნობდნენ იაკობი, ყველა მათგანი ამბობს ერთსა და იმავეს. მას არ ჭირდებოდა დიდება. მას არ ჭირდებოდა პატივი. მას ჭირდებოდა მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ჭირდება, რომ მამა ეხედა და ეთქვა: შენ ჩემი ვაჟი ხარ. და ეს საკმარისია. მაგრამ ეს სიტყვები არასოდეს ნათქვამა. და ეს დუმილი, ეს საშინელი, სასტიკი დუმილი, ის გრძელდებოდა თვეების მანძილზე. ის გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე იაკობმა ვერ გაუძლო. ის გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ მოვიდა ცნობა, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა ყველა იმედი. ცნობა, რომლის შემთელი თბილის შემდეგ მთელი თბილისი შეშფოთდა, მთელი საქართველო შეშინდა. რადგან ეს იყო არა მხოლოდ ერთი ბიჭის დასასრული, არამედ ერთი მთელი ოჯახური ისტორიის დასასრული. ისტორიის, რომელმაც დღემდე ათავისუფლებს კითხვას. რა მოხდება, როცა სისტემა ძლიერია სიყვარულზე? რა ხდება, როცა პრინციპი ჯობია სისხლზე? და ვინ არის ნამდვილად პასუხისმგებელი? მამა, რომელმაც აირჩია მკაცრი წესი. თუ ის მთელი სამყარო, რომელმაც მას უთხრა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. მაგრამ იყო ადგილი, სადაც იაკობი შეეძლო დაეკარგა. ადგილი, რომელზედაც არავინ არ იცოდა, არც ოფიციალური ქაღალდები, არც უახლოესი მეგობრები, არც ოჯახის წევრები. მოსკოვის გარეუბანზე მესამე სართულზე, ჩვეულებრივ სახლში ხალხურ გადმოცემებში მოიხსენიება ბინა. ბინა, რომელშიც არასოდეს არ ჩანდა მისი სახელი, არასოდეს არ მოდიოდა რაიმე ოფიციალური მიმოწერა, არასოდეს არ რჩებოდა კვალი. მეზობლები ფიქრობდნენ, რომ იქ ცხოვრობდა ჩვეულებრივი ოფიცერი, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა სახლში. მაგრამ სინამდვილეში, ზოგიერთი ვარაუდით, სწორედ იქ მიდიოდა იაკობი, როდესაც მისთვის ძალიან მძიმე გახდებოდა. როდესაც არ შეეძლებოდა იმ ადამიანად ყოფნა, ვინც მისგან მოელოდნენ, როდესაც დიდი გვარის წონა აღარ იტევდა. სწორედ იქ ჩნდებოდა ის, როცა სურდა უბრალოდ ყოფილიყო, უბრალოდ იაკობი. არა სიმბოლო, არა შვილი, არა ვალდებულება, უბრალოდ ადამიანი. ერთ-ერთი მეზობლის მოგონებების თანახმად, იშვიათად, ძალიან იშვიათად, ღამის 2-3 საათზე ისმოდა ფეხისხმა კიბეებზე. ნელი, დაღლილი ფეხისხმა. შემდეგ გაისმოდა გასახმა და კარი ჩუმად იხურებოს ხმა და კარი ჩუმად იხურებოდა. წყაროების თანახმად, ამ ბინაში იაკობი ზოგჯერ რჩებოდა 1-2 დღით. არ გამოდიოდა სადმე, არ ხვდებოდა არავის. უბრალოდ იჯდა ფანჯრის წინ და აგვერდებოდა ქუჩას. შესაძლოა აქ მას შეეძლო დაეფიქრებინა არა იმაზე, რასაც მისგან მოელოდნენ, არამედ იმაზე, რასაც თავად სურდა. აქ არ იყო გამოსახულებები, არ იყო ოფიციალური პორტრეტები, არ იყო ის მძიმე ატმოსფერო, რომელიც ყველგან თანახდა. აქ იყო უბრალოდ ცარიელი ოთახი, ძველი სკამი და ფანჯარა, საიდანაც ჩანდა ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება. და როდესაც წლების შემდეგ საიდუმლო ბინა შემთხვევით აღმოაჩინეს, იქ პოულობდნენ ნივთებს, რომლებიც არავინ მოელოდა. პოულობდნენ რვეულს, სადაც ხელით დაწერილი იყო წერილები. წერილები, რომლებიც არასოდეს არ გაიგზავნა. წერილები, რომელშიც იაკობი წერდა: მამა, მე ვიცი, რომ შენ არასოდეს არ წაიკითხავ ამას, მაგრამ მე მაინც ვწერ, რადგან თუ არ დავწერ, მე ავად გავხდები ამ სიტყვებისგან, რომლებიც შიგნით რჩება. პოულობდნენ ფოტოს, ძალიან ძველ ფოტოს, სადაც იყო პატარა ბიჭი და ქალი, სავარაუდოდ დედა. ეს იყო ერთადერთი ფოტო, რომელიც მას ჰქონდა დედასთან ერთად. ეს ფოტო იაკობი ყოველთვის ატარებდა თავისთან. პოულობდნენ ჩანაწერებს, რომლებიც მიუთითებდნენ ღრმა კრიზისზე. ჩანაწერებს, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი იბრძოდა თავის შიგნით რაღაცასთან, რასაც ვერავინ ხედავდა. ეს ბინა იყო არა პრივილეგია, ეს იყო თავშესაფარი. თავშესაფარი ადამიანისთვის, რომელსაც არსად არ ჰქონდა უფლება დასვენებულიყო, არსად არ ჰქონდა უფლება სუსტი ყოფილიყო, არსად არ ჰქონდა უფლება თქვა: მე დავიღალე, მე მჭირდება დახმარება, მე მჭირდება, რომ ვინმემ ჩამფუთოს. და როდესაც წლების შემდეგ ეს ყველაფერი გახდა ცნობილი, მაშინ ბევრმა იფიქრა: ნამდვილად ვერავინ იცოდა, რომ იაკობს ჰქონდა ასეთი ადგილი. ნამდვილად ვერავინ ამჩნევდა, რომ ის ზოგჯერ ქრებოდა. ნამდვილად ვერავინ უფიქრია: აქნებ ამ ადამიანს სჭირდება არა დისციპლინა, არამედ თანაგრძნობა.
მაგრამ ისინი, ვინც კარგად იცნობდა იაკობს, ამბობენ, ის არასოდეს არ აჩვენებდა თავის ტკივილს. ის ყოველთვის ცდილობდა იყოს ის, რასაც მისგან მოელოდნენ და თუ ის ქრებოდა ისე, რომ არავინ ამჩნევდა და თუ ის ტიროდა ისე, რომ არავინ იცოდა. და ეს იყო ყველაზე სამწუხარო, რომ ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება, იჯულებული იყო დაემალა, რადგან სისტემა არ აძლევდა უფლებას სუსტად ყოფილიყო. სისტემა მოითხოვდა, ყოფილიყო ძლიერი, ყოფილიყო გამძლე, ყოფილიყო უბრალოდ ის, რასაც დიდი გვარი მოითხოვდა. მაგრამ ვინ ფიქრობდა, რა ხდება, როცა ადამიანი არ არის ძლიერი? რა ხდება, როცა ადამიანი უბრალოდ დაღლილია? რა ხდება, როცა ადამიანს სჭირდება არა ბრძანება, არამედ ჩაფუთება? და ეს კითხვები რჩება დღესაც. რჩება იმიტომ, რომ ის ბინა, ის ცარიელი, ჩუმი, მარტოხელა ბინა იყო არაუბრალოდ ადგილი. ეს იყო სიმბოლო. სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცხოვრობდა იაკობი. როგორ ცდილობდა იპოვოს ადგილი, სადაც შეეძლებოდა ყოფილიყო თავად. როგორ ეძებდა სივრცეს, სადაც არავინ არ მოსთხოვდა იყოს სხვა. და როგორ ამ ბინაში მარტო დარჩენილი, ის მაინც არ იპოვებდა სიმშვიდეს, რადგან სიმშვიდე არ მოდის ადგილისგან. სიმშვიდე მოდის იქიდან, რომ შენ გრძნობ, ვინმეს შენზე ზრუნვა სურს. ვინმეს შენი სიცოცხლე აინტერესებს, ვინმეს შენზე ფიქრი აწუხებს, მაგრამ იაკობს ეს არ ჰქონდა. და ამიტომ თუნდაც ამ ბინაში მარტო, დაფარული, დამალული, ის მაინც იყო მარტო. ვინ იცის, რამდენჯერ იჯდა ის ამ ფანჯრის წინ და ფიქრობდა, აქნებ ერთხელ მაინც მოვა, აქნებ ერთხელ მაინც დამიძახებს, აქნებ ერთხელ მაინც მკითხავს, ვაჟო, როგორ ხარ? მაგრამ ეს დღე არასოდეს მოსულა. და ეს ლოდინი, ეს უსასრულო, უიმედო ლოდინი იყო ის, რაც კლავდა უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი გარემტერი. დღეს 90 წლის შემდეგ პირველად ჩნდება ადამიანი, რომელიც ამბობს: მე ვიცი, სად წავიდა იაკობის ფული. მე ვიცი, რა მოხდა იმ ქონებასთან, რომელიც მას სავარაუდოდ ჰქონდა. და ეს ამბავი არ არის ის, რასაც ყველა ელოდა. ეს არის ამბავი, რომელიც ცვლის ყველაფერს. ადამიანი, რომელიც საუბრობს, ის არის ყოფილი ბანკის თანამშრომელი. ადამიანი, რომელმაც წლების მანძილზე დუმდა, რადგან შეშინებული იყო. მაგრამ ეხლა, როცა დრო გავიდა, როცა მან იფიქრა, მე უნდა ვთქვა სიმართლე, სანამ სიმართლე სამუდამოდ არ დაიკარგა, ის საუბრობს. ის ამბობს, 1940-იან წლებში, როდესაც იაკობმა გარკვეული თანხები დააგროვა, არა დიდი თანხები, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახისთვის უსაფრთხოება შეექმნა, ის მოვიდა ბანკში. მოვიდა ჩუმად, მარტო, გამწარებული და თქვა: მე მინდა ეს ფული დარჩეს დაცულ ადგილზე. მე მინდა, რომ ვინმემ არ იცოდეს ამის შესახებ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ზოგიერთი მოწმის განცხადებით, კასირმა თითქოს დააფიქსირა ოპერაცია ოფიციალურ რეესტრში. დააფიქსირა, როგორც ეს საჭირო იყო. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი საიდუმლოდ გაქრა. უბრალოდ გაქრა. და როდესაც მოგვიანებით იაკობის ოჯახმა სცადა ამ ფულის მოძიება, აღმოჩნდა, რომ არავითარი დოკუმენტი არ არსებობდა. არავითარი მტკიცებულება, რომ ეს ფული საერთოდ იქ ყოფილა. ყოფილი ბანკის თანამშრომელი ამბობს: მე ვიცი, ვინ წაიღო, მე ვიცი, ვის ჭრე გადავიდა, ვის ხელში გადავიდა, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავამტკიცე, რადგან როდესაც მე ვცადე ამის შესახებ ლაპარაკი, მე მითხრეს, რომ თუ კიდევ ერთხელ გავხსნი პირს, მე და ჩემი ოჯახი ვიქნებით საფრთხეში. და ეს არის ის მომენტი, როდესაც ხვდები, არაოფიციალური ვერსიით, შესაძლოა ეს არ ყოფილიყო უბრალო ქურდობა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოწყობილი ოპერაცია. ოპერაცია, რომელმაც უნდა მოეხდინა ისე, რომ იაკობს არაფერი დარჩენოდა. არაფერი, რასაც შეეძლო გამოეყენებინა საკუთარი ოჯახის დასაცავად. არაფერი, რასაც შეეძლო გამოეყენებინა მომავლის დასაგეგმად. რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს რესურსი, ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალება, ის არის პოტენციური საფრთხე. პოტენციური საშუალება, რომ მან იპოვოს გზა. იპოვოს გზა იმისთვის, რომ არ იყოს მთლიანად დამოკიდებული იმ სისტემაზე, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ყველაფერი. და როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, როდესაც იაკობმა აღმოაჩინა, რომ მის ოჯახს არაფერი აქვს, მან სცადა გაერგვა რა მოხდა. სცადა იპოვა პასუხები. მაგრამ ყველა ვისთანაც ის მივიდა უთხრა: ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენ ვერაფერს დაგეხმარებით. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. და მან გაიგო, რომ სისტემა კვლავ უფრო ძლიერია ვიდრე ერთი ადამიანის უფლება. სისტემა კვლავ უფრო ძლიერია ვიდრე სამართლიანობა. სისტემა კვლავ უფრო ძლიერია ვიდრე ცხოვრება. და სად არის ეს ფული დღეს? მოძველებული ხალხური ვერსიის მიხედვით, თითქოს ამ ფულმა დააფინანსა რამდენიმე უძრავი ქონების შეძენა მოსკოვის ცენტრში. ქონება, რომელშიც ამბობენ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც ყველაზე ხმამაღლა ატიროდნენ იაკობის დასაფლავებაზე. ადამიანები, რომლებმაც ყველაზე ხმამაღლა ამბობდნენ: როგორი ტრაგედია, როგორი დანაკარგია. მაგრამ ზოგიერთი ვარაუდით, სწორედ მათ ხელში შეიძლება ყოფილიყო ის, რაც იაკობის ოჯახს ეკუთვნოდა.
სწორედ მათ იყენებდნენ იმას, რაც იაკობმა დააგროვა თავისი შრომით, თავისი ცდით, თავისი იმედით. და ეს არის ის, რაც ყველაზე მწარედ გვიხატება, რომ იაკობი არა მხოლოდ კარგავდა ემოციურ მხარდაჭერას, ის კარგავდა აგრეთვე მატერიალურ უზრუნველყოფას. კარგავდა იმ ერთადერთს, რასაც შეეძლო გამოეყენებინა თავისი ოჯახის დასაცავად. და როდესაც ყველაფერი წაართვეს, როდესაც ყველაფერი გაქრა, მას დარჩა მხოლოდ ერთი, იმედი, რომ მაინც ვინმე მოვა. ვინმე დაინტერესდება, ვინმე იტყვის, ეს არასწორია, ეს უსამართლოა, ეს უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს ხმა არასოდეს მოსულა. და დღეს, როცა ჩვენ უსმენთ იმ ადამიანს, რომელმაც დაინახა ეს ყველაფერი, ხვდებით, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს იყო სისტემის ტრაგედია. სისტემის, რომელშიც ადამიანის უფლება არაფერს ნიშნავდა. სისტემის, რომელშიც ძალა ყოველთვის იმარჯვებდა სამართლიანობაზე. სისტემის, რომელშიც ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა დაცვა, ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ძლიერი მფარველი, იყო უბრალოდ მსხვერპლი. და როდესაც დღეს ჩვენ უბრუნდებით ამ ისტორიას, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ რა მოხდა, ჩვენ კვლავ ვეკითხებით, ვინ არის ნამდვილად პასუხისმიებელი? ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ წაიღეს ფული, თუ ის სისტემა, რომელმაც საშუალება მისცა ეს მომხდარიყო, თუ ის ყველა, ვინც იცოდა, მაგრამ დუმდა, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო არა ფულის დაკარგვა. ყველაზე მძიმე იყო ის, რაც ხდებოდა იაკობის ჯანმრთელობასთან. და ეს არის ის ნაწილი, რომელზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობდნენ. ის ნაწილი, რომელიც დაფარული იყო დოკუმენტებით, რომლებშიც ყველაფერი იყო ნათქვამი ისე, რომ ნამდვილი სურათი არ ჩანდა. დღეს პირველად ჩნდება ადამიანი, რომელიც ნახა იაკობის ნამდვილი მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც მუშაობდა როგორც სამედიცინო პერსონალი იმ დაწესებულებაში, სადაც იაკობს ზოგჯერ მკურნალობდნენ. და ის ამბობს, ის, რასაც ჩვენ ხედავდით, არ იყო ის, რასაც ოფიციალურ ქაღალდებზე წერდნენ. ოფიციალურ ქაღალდებზე წერდა მცირე დაღლილობა, დროებითი სისუსტე. რეკომენდირებულია დასვენება, მაგრამ სინამდვილეში იაკობი იყო ადამიანი, რომელსაც აღარ შეეძლო ყოფნა. აღარ შეეძლო ყოველდღიური ცხოვრება ისე, როგორც ყველა ელოდა. იმ სამედიცინო მუშაკის მოგონებების თანახმად, იაკობი მოდიოდა ღამის საათებში. მოდიოდა ისე, რომ არავინ ამჩნევდა. მოდიოდა უკანა შესასვლელიდან და ითხოვდა: გთხოვთ, არავის უთხრათ, რომ მე აქ ვარ. გთხოვთ, დამეხმარეთ, მაგრამ ისე, რომ ეს არავინ იცოდეს. რადგან თუ ვინმე გაიგებს, რომ მე ვარ ავად, მაშინ კიდევ უფრო ცუდად იქნება. მაშინ ყველა იტყვის, რომ მე სუსტი ვარ. და ეს იყო ის, რაც იაკობს ყველაზე მეტად აშინებდა. არა ავადმყოფობა, არამედ ის, რომ სხვები გაიგებდნენ მის სისუსტეს. რადგან სისუსტე იყო დანაშაული, სისუსტე იყო ნაკლი, სისუსტე იყო მტკიცება, რომ შენ ვერ გაუძლე. და ექიმები ცდილობდნენ მკურნალობას, ცდილობდნენ დახმარებას. მაგრამ პრობლემა იყო არა მხოლოდ ფიზიკური, პრობლემა იყო ფსიქოლოგიური. პრობლემა იყო, რომ იაკობი იყო ადამიანი, რომელსაც აღარ ჰქონდა ნება, აღარ ჰქონდა ძალა, აღარ ჰქონდა იმედი, რომ რაიმე შეიცვლებოდა. და როდესაც ადამიანს აღარ აქვს იმედი, მაშინ არავითარი მკურნალობა ვერ დაეხმარება, რადგან ის, რაც მას კლავს, არ არის ავადმყოფობა. ის, რაც მას კლავს, არის სიცარიელე. სიცარიელე, რომელიც რჩება იქ, სადაც უნდა ყოფილიყო სიყვარული. ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მუშაობდა იმ ბრიმ დროს, ამბობს, მე ვკითხე მას: იაკობ, რა გნებავთ ჩვენგან? და მან მითხრა: მე მინდა რომ ვინმე მკითხოს, როგორ ვარ. მე მინდა რომ ვინმე საინტერესებდეს, არა იმიტომ რომ ვარ ვინმეს შვილი, არამედ იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ. მე მინდა რომ ვინმე შემხედოს და არ დაინახოს გვარი, დაინახოს მხოლოდ მე. მაგრამ ეს არასოდეს მოხდება, ექიმო, რადგან ყველას სჭირდება ჩემი გვარი, არავის სჭირდება მე. და ეს სიტყვები, ეს მწარე, ტკივილით სავსე სიტყვები, არის ის, რასაც ამ ექიმმა დაიმახსოვრა მთელი ცხოვრება. დაიმახსოვრა იმიტომ, რომ ის გრძნობდა, აქ არ არის ავადმყოფობა, რომელსაც წამლებით შეუძლია განკურნება. აქ არის ტკივილი, რომელსაც წამლები ვერ ეხება. ტკივილი, რომელიც იმყოფება გულში. ტკივილი, რომელიც იმყოფება სულში. ტკივილი, რომელიც მოდის იქიდან, რომ შენ არასოდეს არ ყოფილხარ ის, რასაც გინდოდა. უბრალოდ შვილი, რომელსაც უყვარდა მამა და რომელსაც მამა უყვარდა. და როდესაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც აღარ შეეძლო იმალვა, მაშინ მოვიდა ის მომენტი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მომენტი, როდესაც გადაწყდა, რომ იაკობი უნდა წავიდეს იქ, სადაც ის შეძლებდა რაღაცას დაამტკიცოს. იქ, სადაც ის შეძლებდა აჩვენოს, რომ ის არ არის სუსტი. მაგრამ ნამდვილად ეს იყო იაკობის გადაწყვეტილება. ნამდვილად ის თავად მიიღო ეს არჩევანი, თუ მას უბრძანეს. წყაროების თანახმად იყო შეხვედრა. შეხვედრა, რომელშიც მას უთხრეს: შენ უნდა წახვიდე. შენ უნდა აჩვენო, რომ შენ ღირსი ხარ დიდი გვარისა. შენ უნდა აჩვენო, რომ შენ არ ხარ სუსტი. და იაკობმა დაეთანხმა. დაეთანხმა იმიტომ, რომ ის თვლიდა, შესაძლოა ეს იყოს ერთადერთი გზა. ერთადერთი გზა, რომ მამამ საბოლოოდ იფიქროს: მაშ ნახე, ჩემი ვაჟი მაინც ძლიერი იყო. მაგრამ ექიმებმა იცოდნენ.
ისინი იცოდნენ, რომ იაკობის ჯანმრთელობა არ იყო ისეთი, რომ შეეძლო ის, რასაც მას ევალებოდა. იცოდნენ, რომ მას სჭირდებოდა არა სამხედრო ვალდებულება, არამედ მკურნალობა. სჭირდებოდა დრო, სჭირდებოდა დასვენება. სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ეთყოდა, შენ არ გჭირდება არაფრის დამტკიცება. შენ უბრალოდ უნდა განიკურნო. მაგრამ ეს არ მოხდა. ამის ნაცვლად მოხდა ის, რაც იყო ყველაზე სასტიკი. მას გააგზავნეს. გააგზავნეს იმ იმედრონეს იმ იმედით, რომ ის გაუმკლავდებოდა. მაგრამ ექიმები, რომლებმაც დაინახეს მისი მდგომარეობა წასვლამდე, ამბობენ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის არ იყო მზად, მაგრამ ჩვენ ვერაფერს დავაკეთეთ, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ტკივილს იწვევს, რომ იაკობი წავიდა არა რადგან მას სურდა, წავიდა არა რადგან მას შეეძლა, რადგან მას შეეძლო, წავიდა რადგან მას თქვრეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაამტკიცო, რომ შენ ღირსი ხარ. და ის მიდიოდა იმ იმედით, რომ თუ ის გადარჩება, თუ ის გამოძლებს, აჩვენებს ძალას, მაშინ საბოლოოდ მამა იტყვის, ვაჟო, მე ვამაყობ. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. და ის, რაც მოვიდა, იყო ის, რასაც არავინ არ უნდოდა. ის, რასაც ყველა ელოდა, მაგრამ არავინ არ აღიარებდა, რომ იაკობი ვერ აღარ დაბრუნდებოდა. და როდესაც მოვიდა ცნობა, როდესაც თბილისმა გაიგო, მთელი საქართველო დუმდა. არა გაოცებით, არა შოკით, არამედ ღრმა, მძიმე, სევდიანი გაგებით, რომ ეს იყო ის, რაც ყოველთვის მოვიდოდა, რომ ეს იყო ის, რაც იყო გარდაუვალი. რადგან როდესაც ადამიანს არ აქვს სიყვარული, როდესაც ადამიანს არ აქვს იმედი, როდესაც ადამიანს არ აქვს ის, რასაც ყველა ადამიანს სჭირდება, მაშინ ადრე თუ გვიან მოვა ის მომენტი, როდესაც ის აღარ შეძლებს. და ახლა ათეულობით წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უბრუნდებით ამ ისტორიას, ხვდებით, რომ კითხვები რჩება. კითხვები, რომლებიც აწუხებს ყველას, ვინც ცდილობს გაიგოს ამ ტრაგედიის ნამდვილი სიღრმე. ნამდვილად ეს იყო ერთადერთი გზა, ნამდვილად არ შეეძლო სისტემას სხვა არჩევანის გაკეთება. ნამდვილად არავის შეეძლო ჩაერია და ეთქვა, არა, ეს ადამიანი საჭიროებს დახმარებას, არა დამტკიცებას. თუ ყველა უბრალოდ დუმდნენ, რადგან სისტემა იყო უფრო ძლიერი ვიდრე სიყვარული, და თუ პასუხი არის ის, რასაც ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ დიახ, სისტემა იყო უფრო ძლიერი, მაშინ რამდენი იაკობია დარჩენილი ისტორიაში, დავიწყებული, დაკარგული, მიტოვებული. რამდენმა შვილმა დაიტანჯა იმიტომ, რომ სისტემამ უთხრა, შენ უნდა იყო ძლიერი, შენ არ გაქვს უფლება, იყო სუსტი, შენ არ გაქვს უფლება სიყვარული სჭირდებოდე. და როდის მოვა ის დღე, როცა ჩვენ ვიტყვით, აღარასოდეს. აღარასოდეს კიდევ ერთი იაკობი, აღარასოდეს კიდევ ერთი შვილი, რომელიც მარტო რჩება იქ, სადაც უნდა ყოფილიყო სიყვარული. იმ დროს, როცა იაკობი ელოდა ნიშანს, ელოდა სიტყვას, ელოდა იმას, რაც არასოდეს მოვიდოდა. არსებობდა ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე ახლოს. ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა. ადამიანი, რომელსაც ის უზიარებდა საიდუმლოებებს, შიშებს, იმედებს. და ეს ადამიანი, ეს ერთადერთი ადამიანი, რომელსაც იაკობმა მიუშვა თავის გულთან, აღმოჩნდა ის, ვინც მას უკან დაარტყა. დღეს 80-იან წლებში დამალული დოკუმენტების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი. იყო ჩანაწერები. ჩანაწერები, რომლებიც შეინახა იმ ადამიანმა, რომელიც ყოველ დღე იყო იაკობთან ერთად. ის ადამიანი, რომელსაც იაკობი თვლიდა მეგობრად, თანამოსაუბრედ, ხარდამჭერად. და რას აკეთებდა ეს ადამიანი? იგი წერდა. ყოველ დღე წერდა. წერდა იმას, რასაც იაკობი ამბობდა. წერდა იმას, როდის იყო სუსტი, როდის იყო დაბნეული, როდის ეჭვობდა, როდის ტიროდა. და ეს ჩანაწერები, ეს დეტალური, ყოველდღიური ჩანაწერები გადაეცა იმათ, ვისაც სჭირდებოდათ დამტკიცება, რომ იაკობი არ იყო ის, ვინც უნდა ყოფილიყო. ვინ იყო ეს ადამიანი? არაოფიციალური წყაროების თანახმად ის იყო ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც იაკობს მიაკუთვნეს როგორც თანაშემწეს. თანაშემწეს, რომელსაც ოფიციალურად უნდა ეხმარა იაკობს ორგანიზაციულ საკითხებში. მაგრამ არაოფიციალურად მისი მიზანი იყო სხვა. მისი მიზანი იყო აკონტროლოს. აკონტროლოს, დაეფიქსირებინა, გადაეცა. და იგი აკეთებდა ამას ისე ფრთხილად, ისე ჩუმად, ისე საიდუმლოდ, რომ იაკობმა არასოდეს არ იცოდა, რომ მისი ყველაზე პირადი სიტყვა იხმობოდა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სჭირდებოდათ, რომ მას დაემუქრათ. ერთ-ერთ ჩანაწერი, რომელიც დღეს ინახება ერთ-ერთ არქივში, წერია ასე. 1942 წლის 30 სექტემბერი. იაკობი დღეს საღამოს იჯდა ფანჯის წინ 2 საათის განმავლობაში. არ ლაპარაკობდა, არ მიირთმევდა სადილს, არ უყურებდა არავის. როცა მე მიუახლოვდი და ვკითხე, სჭირდება თუ არა დახმარება, მან უბრალოდ თქვა, არა, დამიტოვე. მე მინდა იყო მარტო. მერე ის დაწერა წერილს, რომელიც არასოდეს გაგზავნა.
წერილში ის წერდა: მამა, მე ვცდილობ ყველაფერს, მაგრამ შენ არასოდეს არ მიპასუხებ, შენ არასოდეს არ მკითხავ და მე აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შენ დამინახო. ეს წერილი მან გაანადგურა 2 საათის შემდეგ. ეს არის ის დეტალი, რომელიც აჩვენებს, იაკობს არა მხოლოდ არ ჰქონდა მხარდაჭერა, მას ჰქონდა ჯაშუში. ჯაშუში, რომელიც იყო მასთან ერთად ყოველ დღე. ჯაშუში, რომელსაც იგი თვლიდა მეგობრად. და როდესაც იაკობი ცდილობდა იყოს ძლიერი, როდესაც იგი ცდილობდა დაემალა თავისი სისუსტე, ეს ადამიანი წერდა: ის ცდილობს, მაგრამ ის ვერ ფარავს თავის დამარცხებას. ის ცდილობს, მაგრამ ის არ არის საკმარისად ძლიერი. ის ცდილობს, მაგრამ ის სასოწარკვეთილებაშია. და ეს ყველაფერი აგროვებდნენ. აგროვებდნენ იმისთვის, რომ ერთ დღეს, როცა დადგებოდა დრო, გამოეყენებინათ. გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ეთქვათ: ნახეთ, ეს არის მტკიცება, რომ იაკობი არის სუსტი. ნახეთ, ეს არის მტკიცება, რომ იგი არ შეესაბამება დიდ გვარს. ნახეთ, ეს არის მტკიცება, რომ იგი არ არის ღირსეული. მაგრამ რატომ? რატომ სჭირდებოდათ ეს? რატომ სჭირდებოდა დამტკიცება, რომ იაკობი იყო სუსტი? ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რადგან იაკობის არსებობა თავისთავად იყო საფრთხე იმ იმიჯისთვის, რომელიც უნდა შენარჩუნებულიყო. იმიჯისთვის, რომ მამა არის უგრძნობი, უმოწყალე, მხოლოდ პრინციპის ადამიანი. მაგრამ თუ იაკობი გახდებოდა ის, ვინც მას შეეძლო ყოფნა, თუ იგი გახდებოდა ძლიერი, დამოუკიდებელი, პატივსაცემი, მაშინ ადამიანები ფიქრობდნენ: აქნებ მამაც უფრო რბილია, ვიდრე ის ჩანს. აქნებ მამაც გულისხმიერია. რია, აქნებ მამაც გრძნობდა რამეს. და ეს იყო საშიში. საშიში იმიტომ, რომ სისტემა, რომელიც აშენდა მკაცრობის, შიშის, დისტანციის საფუძველზე, ეს სისტემა არ იტანდა ადამიანურობას. და ამიტომ იაკობი უნდა დარჩენილიყო როგორც სუსტი. უნდა დარჩენილიყო როგორც იმედგაცრუება. უნდა დარჩენილიყო როგორც მაგალითი იმისა, რა ხდება, როცა შენ არ აკმაყოფილებ მოლოდინებს. და ის ადამიანი, რომელიც წერდა ამ ჩანაწერებს, ის ადამიანი, რომელსაც იაკობი ენდობოდა, რა მოხდა მასთან? წყაროების თანახმად მან მიიღო ჯილდო. მიიღო ჯილდო იმ სამსახურისთვის, რომელიც მან გააკეთა. მიიღო დაწინაურება, მიიღო ახალი თანამდებობა და გააგრძელა ცხოვრება. ცხოვრება, რომელშიც არავინ არ იცოდა, რომ ის იყო ის, ვინც უკან დაარტყა იაკობს. და როცა წლების შემდეგ ამ ადამიანის ნათესავებმა შეიტყვეს რა გააკეთა მათმა ბაბუამ, მათმა ბიძამ, ზოგიერთმა მათგანმა უარი თქვა გვარზე. უარი თქვა იმიტომ, რომ ვერ იტანდნენ იმ სირცხვილს, რომ მათი ოჯახი იყო ის, ვინც გაანადგურა უდანაშაულო ადამიანი. მაგრამ იაკობმა არასოდეს არ იცოდა. არასოდეს არ იცოდა, რომ მისი ყველაზე ახლო ადამიანი იყო მისი ყველაზე დიდი მტერი. არასოდეს არ იცოდა, რომ ყოველი სიტყვა, რომელიც მან თქვა, ყოველი ემოცია, რომელიც მან გამოხატა, ყოველი ცრემლი, რომელიც მან დაღვარა, ყველა ეს გადაეცა იმათ, ვისაც სჭირდებოდათ იგი როგორც მსხვერპლი. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს, როცა ჩვენ კითხულობთ ამ ჩანაწერებს, როცა ჩვენ ხედავთ იმ სიტყვებს, ჩვენ ხედავთ იმ სიტყვებს, რომლებიც დაიწერა იაკობზე, ჩვენ ხვდებით, რომ ეს არ იყო უბრალოდ ოჯახური ტრაგედია. ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ოპერაცია, რომელშიც იაკობი იყო მიზანი. იყო მიზანი იმიტომ, რომ მისი არსებობა ამბობდა: აქ არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ იგი ადამიანია. და ადამიანურობა არ იყო დასაშვები. და ეს არის ის, რაც ყველაზე საშინელია, რომ იაკობს არამხოლოდ არ ჰქონდა მამის სიყვარული, არამხოლოდ არ ჰქონდა ოჯახის მხარდაჭერა, მას არამხოლოდ წაართვეს ფული და უსაფრთხოება, მას წაართვეს აგრეთვე ნდობა. წაართვეს იმედი, რომ ვინმე მასთან იყო ბოლომდე. და როცა ადამიანს წაართმევ ყველაფერს, როცა ადამიანს ღალატს უღებ ყველაზე ახლობელი ადამიანი, როცა ადამიანი რჩება სრულიად მარტო, მაშინ რა რჩება მას? რა აქვს მას რომ გააგრძელოს? და ეს კითხვა დგას დღესაც. დგას როგორც გამოწვევა იმ ყველასთვის, ვინც ფიქრობს, ნამდვილად ეს იყო საჭირო. ნამდვილად უნდა გაენადგურებინათ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული სჭირდებოდა. ნამდვილად უნდა გამოეყენებინათ მისი ნდობა მის წინააღმდეგ. და ვინ იყო ნამდვილად პასუხისმგებელი? ის ერთი ადამიანი, რომელმაც დაწერა ჩანაწერები, თუ ის მთელი სისტემა, რომელმაც უბრძანა დაეწერა. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იდგა არა მხოლოდ ერთი ადამიანი, იდგა ჯგუფი. ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ძალა, ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა გავლენა, ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტდა, ვინ იქნება წარმატებული და ვინ ჩავარდება. და ეს ჯგუფი, ეს ვიწრო წრე, რომელშიც შედიოდნენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, იყო ის, ვინც აკონტროლებდა იაკობის ბედს. დღეს არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად არსებობდა შეხვედრები, რომლებიც არასოდეს არ დაფიქსირებულა ოფიციალურად. შეხვედრები, რომლებზე არ არსებობდა ოქმები, ჩანაწერები, ოფიციალური გადაწყვეტილებები.
მაგრამ არსებობდა ადამიანები, რომლებმაც შემდგომ მოიგონეს და მათი მოგონებები ასახავს, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები იაკობის მომავალზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მუშაობდა როგორც უფროსი თანამდებობის პირის მრჩეველი, ამბობს, იყო საღამო. იყო 4 ან 5 ადამიანი. იყო კომფორტული ოთახი, სადაც არაფერი ახსენებდა ოფიციალურ გარემოს. იყო რბილი სავარძლები. იყო მაგიდა, სადაც იდო არა დოკუმენტები, არამედ ჭიქები. და იმ საღამოს მთელი საუბარი იყო იაკობზე. საუბარი იყო არა იმაზე, როგორ დაეხმარონ მას. საუბარი იყო იმაზე, როგორ მოაშორონ ის. როგორ გააკეთონ ისე, რომ იგი აღარასოდეს გახდეს პრობლემა. აღარასოდეს გახდეს იმედი იმათ, ვინც შეიძლება იფიქრონ, აქნებ დიდი მამა უფრო რბილია ვიდრე ჩანს. მოწმის თანახმად იყო ადამიანი, რომელიც თქვა, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ოთიგი. გავაგზავნოთ იმ ადგილას, სადაც იგი ვერ გამოძლებს. და როცა იგი ვერ გამოძლებს, მაშინ ყველა დაინახავს, რომ ის იყო სუსტი. და ეს იქნება საბოლოო მტკიცება. საბოლოო მტკიცება იმისა, რომ მამას სწორად მოუქცევია, რომ მამას არ ეპატიებოდა სისუსტე, რომ მამა იყო თანმიმდევრული. და სხვა ადამიანმა დაეთანხმა და დაამატა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები. ჩვენ უნდა ვიყოთ ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს როგორც ჩვენი გადაწყვეტილება. ეს უნდა გამოიყურებოდეს როგორც მისი არჩევანი, როგორც მისი სურვილი. და მაშინ არავინ ვერ დაგვადანაშაულებს. და ასე მიიღეს გადაწყვეტილება. მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვიტა იაკობის ბედი. გადაწყვეტილება, რომელიც აღარასოდეს დაფიქსირდა ქაღალდზე. გადაწყვეტილება, რომელიც დარჩა მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანის გონებაში და შემდგომ მათ სინდისში. ამ ჯგუფში ზოგიერთი წყაროს თანახმად შედიოდნენ მაღალი რანგის ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უფლება, ეთქვათ, ეს მოხდება ასე და არა სხვაგვარად. ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი სიტყვა იყო კანონი. და ისინი იყენებდნენ ამ ძალას. იყენებდნენ არა იმისთვის, რომ დაეხმარათ იაკობს, იყენებდნენ იმისთვის, რომ გაენადგურებინათ ის. მაგრამ რატომ? რატო სჭირდებოდათ იაკობის განადგურება? რამდენიმე ისტორიკოსის აზრით, რადგან იაკობი თავისი არსებობით იყო შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ დიდი მამა არის აგრეთვე ადამიანი. და ეს შეხსენება იყო საშიში. იყო საშიში იმიტომ, რომ თუ ადამიანები დაიწყებდნენ ფიქრს, რომ დიდი მამა გძნობდა რამეს, გულისხმობდა რამეს, ადარებდა რამეს, მაშინ სისტემა, რომელიც აშენდა შიშზე და დისტანციაზე, დაიწყებდა ნგრევას. და ამიტომ იაკობი უნდა დაეშორებინათ. უნდა დაეშორებინათ ისე, რომ არავინ ვერასოდეს ეფიქრა. აქნებ დიდმამას სინანულის განცდა ჰქონდა, აქნებ დიდმამას სურდა დაბრუნება, აქნებ დიდი მამა იყო არა მხოლოდ ლიდერი, არამედ აგრეთვე მშობელი. და ეს ჯგუფი, ეს ვიწრო წრე, იყო ის, ვინც ამას აკეთებდა. აკეთებდა ჩუმად, აკეთებდა საიდუმლოდ. აკეთებდა ისე, რომ წლების განმავლობაში არავინ იცოდა, რომ იაკობის ბედი არ გადაწყვიტა მისმა არჩევანმა. გადაწყვიტა იმ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სჭირდებოდათ, რომ ის გაქრეს. და ეხლა, როცა ამ შეხვედრების შესახებ ვიცით, როცა ვკითხულობთ იმ მოგონებებს, ხვდებით, რომ ეს არ იყო ტრაგედია, რომელიც მოხდა. ეს იყო ტრაგედია, რომელიც მოაწყეს. მოაწყეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და რომლებმაც ეს ძალა გამოიყენეს არა დასახმარებლად, არამედ განსადგმელად. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? მათი სახელები იცის მხოლოდ ის, ვინც იყო მოწმე. და მოწმეები, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან, ამბობენ, ჩვენ ვიცით სახელები, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით. ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ თუ ვიტყვით, ჩვენ და ჩვენი ოჯახები ვიქნებით საფრთხეში. და ეს შიში, რომელიც დღესაც არსებობს, არის ის, რაც აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ჯგუფი. რამდენად ძლიერია დღესაც. რადგან შიში არ ხრება წლებთან ერთად. შიში რჩება იქ, სადაც ძალა იყო უსამართლოდ გამოყენებული. შიში რჩება იქ, სადაც სიციმართლე დაფარულია. და როდესაც ჩვენ ვეკითხებით, ვინ იყო პასუხისმგებელი იაკობის ბედზე, პასუხი არ არის მარტივი. პასუხი არხი არის, იყო ჯგუფი. ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა. ჯგუფი, რომელმაც მოაწყო. ჯგუფი, რომელმაც აღასრულა. ჯგუფი, რომელმაც აღასრულა. და ჯგუფი, რომელმაც შემდეგ დუმდა. და ეს დუმილი, ეს დიდი, ძლიერი, შემაშფოთებელი დუმილი გრძელდება დღემდე. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა იაკობი უკვე იყო იქ, სადაც მას გაგზავნეს, იქ, სადაც იგი იბრძოდა არა მხოლოდ გარემოსთან, არამედ თავის შიგნით რაღაცასთან, მოვიდა დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ გახდა საჯარო. დოკუმენტი, რომელიც დღემდე ინახება დახურულ არქივში და რომლის შესახებაც მხოლოდ ფრაგმენტები ცნობილი გახდა. ეს დოკუმენტი, ზოგ თანახმად, იყო საიდუმლო შეთანხმება.
შეთანხმება, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო, რა უნდა მომხდარიყო იაკობის შემთხვევაში და რა არ უნდა მომხდარიყო. დოკუმენტის სავარაუდო შინაარსი, რომელიც მოიხსენიება ერთ-ერთი მკვლევარის მიერ ამბობდა, თუ მოხდება მოლაპარაკება, რომელშიც მოთხოვდებიან იაკობის გაცვლას, ოფიციალური პასუხი უნდა იყოს უარი. უარი უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ყველა გაიგოს. პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური ინტერესი. მაგრამ დოკუმენტში აგრეთვე არის სხვა პუნქტი, რომელიც არის ყველაზე საშინელი. პუნქტი, რომელიც ამბობს, თუ სიტუაცია გახდება ისეთი, რომ იაკობის გადარჩენა გახდება შესაძლებელი ოფიციალური არხებით, არ უნდა გამოვიდეს ინიციატივა ამის განსახორციელებლად. ეს ნიშნავს, დოკუმენტი არა მხოლოდ კრძალავდა კომპრომისს, დოკუმენტი კრძალავდა აგრეთვე აქტიურ მცდელობას იაკობის გადასარჩენად. და ეს არის ის, რაც ყველაზე მწარედ ჟრერს, რომ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავდა იაკობის სიცოცხლის შენარჩუნებას. მაგრამ ვინ დაწერა ეს დოკუმენტი? ვინ ხელი მოაწერა, ვინ გადასცა? ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო არაერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ეს შეიძლება ყოფილიყო სწორედ იმ ჯგუფის, იმ ვიწრო წრიზრის გადაწყვეტილება, რომელიც მუშაობდა ისე, რომ იაკობი აღარასოდეს გამხდარიყო საშიში თავისი არსებობით. და როდესაც მოვიდა ის მომენტი, როდესაც რეალურად დადგა კითხვა, ხელს უწყობენ თუ არა იაკობის გადარჩენას, პასუხი უკვე იყო ნაწერი. პასუხი იყო ნაწერი იმ დოკუმენტში, რომელიც არავის წაუკითხავს. პასუხი იყო ნაწერი იმ შეთანხმებაში, რომელიც არავის ხელმოუწერია ოფიციალურად, მაგრამ რომელიც აღსრულდა. და როცა დღეს ისტორიკოსები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ არ მოხდა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რატომ არ იქნა გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლებოდა გადადგმულიყო, ისინი აღმოაჩენენ, რომ პასუხი არის არა პიროვნულ გადაწყვეტილებაში, პასუხი არის დოკუმენტში, რომელმაც შექმნა ჩარჩო, რომელშიც იაკობის გადარჩენა აღარ იყო პრიორიტეტი. მაგრამ რატო შექმნეს ასეთი დოკუმენტი? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რადგან სისტემა მოითხოვდა, რომ იყოს მაგალითი იმისა, რომ არავინ არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პრინციპი. არავინ არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე სისტემა. და იაკობი იყო ის მაგალითი. იყო ის ადამიანი, რომლის მსხვერპლით უნდა დამტკიცებულიყო, რომ სისტემა არ ირღვევა, არც შვილისთვის. და ეს იდეოლოგია, ეს სასტიკი, ბუნდოვანი, შემაშფოთებელი იდეოლოგია გამოიხატა სწორედ ამ დოკუმენტში. გამოიხატა ისე, რომ არავინ ვერასოდეს ეთქვა, ეს იყო ცუდი ადამიანების გადაწყვეტილება. ეს იყო სისტემის გადაწყვეტილება. სისტემის, რომელმაც ჩათვალა, რომ ადამიანი ნაკლებია, ვიდრე პრინციპი. და დღეს, როცა ჩვენ ვიცით ამის შესახებ, როცა ვიცით, რომ არსებობდა დოკუმენტი, რომელმაც სწორედ შექმნა ჩარჩო იაკობის დატოვებისთვის, ჩვენ ხვდებით, რომ ეს იყო არა შემთხვევა. ეს არ იყო სწრაფი გადაწყვეტილება. ეს არ იყო ემოციური არჩევანი. ეს იყო დაგეგმილი სტრატეგია. სტრატეგია, რომლის მიზანი იყო აჩვენონ, რომ სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე ოჯახი. უფრო ძლიერია, ვიდრე სიყვარული. უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანურობა. მაგრამ ვინ დაიცვა ეს დოკუმენტი წლების განმავლობაში? ვინ იცოდა მის შესახებ და ვინ დუმდა? ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ იყო ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ. იყო ადამიანები, რომლებმაც ხელმოწერა მოახდინეს, ან თანხმობა გამოთქვეს, ვერბალურად ან წერილობით. მაგრამ ყველა მათგანმა დუმდა. დუმდა იმიტომ, რომ სისტემა ასწავლიდა, დუმილი არის უსაფრთხოება. სიტყვა არის საფრთხე. და ეს დუმილი გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე. გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე ერთ-ერთმა მკვლევარმა შემთხვევით არ იპოვა ფრაგმენტი იმ დოკუმენტის შესახებ. იპოვა არა თავად დოკუმენტი, არამედ მოხსენება. მოხსენება, რომელშიც მოხსენიებული იყო, რომ არსებობს საიდუმლო შეთანხმება. შეთანხმება, რომელიც გადაწყვეტს გარკვეულ სიტუაციებში მოქმედების ხასიათს. და როდესაც ეს მოხსენება გახდა ცნობილი, რამდენიმე ისტორიკოსმა სცადა იპოვოს თავად დოკუმენტი, მაგრამ დოკუმენტი აღარ იყო ხელმისაწვდომი. ან იგი განადგურებული იყო, ან იგი ინახება ისე ღრმად, რომ არავის მიუწვდომელია. მაგრამ ის რაც დარჩა, მოხსენება, მოგონებები, ფრაგმენტები, ყველა ეს მიუთითებს ერთსა და იმავეზე, რომ იყო დოკუმენტი, იყო ჩარჩო, იყო გეგმა, გეგმა, რომლის ფარგლებში იაკობი უნდა დარჩენილიყო მარტო. და ეს გეგმა აღსრულდა. აღსრულდა იმ დღეს, როცა იაკობის საბოლოო წერილი, რომელიც არასოდეს გაიგზავნა, დარჩა მის ჯიბეში. წერილში იყო მხოლოდ ორი წინადადება, რომლებიც ახლა ინახება იმ არქივში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია შესვლა. წერილი ამბობდა: მამა, მე ვიცი, შენ არასოდეს არ წაიკითხავ ამას, მაგრამ მე მაინც ვწერ, მე მაინც გეუბნები, მე მიყვარდი შენ, მიუხედავად ყველაფრისა. და ეს ორი წინადადება, ეს ბოლო სიტყვები, რომლებიც იაკობმა დატოვა, აჩვენებს, რომ იგი იყო არასრუსტი. იგი იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ელოდა სიყვარულს,
ადამიანი, რომელიც გასცა სიყვარული. ადამიანი, რომელსაც სურდა რომ ესმინათ. მაგრამ ის, ვინც უნდა ესმინა, არასოდეს არ მოისმინა. და ის, რაც იყო დაგეგმილი, აღსრულდა. და იაკობი დარჩა როგორც სიმბოლო. სიმბოლო იმისა, ბოლო იმისა, რომ სისტემა არის ყოვლის შენძლე. სიმბოლო იმისა, რომ პრინციპი არ ირღვევა. სიმბოლო იმისა, რომ ადამიანურობა არ არის საკმარისი. და დღეს, როცა ჩვენ ვკითხულობთ იმ ბოლო წინადადებებს, როცა ვიცით, რომ იყო დოკუმენტი, იყო გეგმა, იყო სისტემა, ჩვენ ხვდებით, რომ იაკობის ტრაგედია არ იყო შემთხვევა. იყო არჩევანი. არჩევანი, რომელიც გააკეთა არა იაკობმა, არჩევანი, რომელიც გააკეთეს სხვებმა. არჩევანი, რომელიც გამოხატავდა, რომ სისტემა ყოველთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შვილი. და ეს არის ის, რაც გვაქვს დღეს. გვაქვს მოგონება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ელოდა სიყვარულს და ვერასოდეს მიიღო. გვაქვს მოგონება იმ სისტემის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პრინციპი უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. გვაქვს მოგონება იმ დუმილის შესახებ, რომელიც გრძელდება დღემდე. და კითხვა, რომელიც დგას, კითხვა, რომელსაც ყველა ვაყენებთ, არის არა ის, რატომ მოხდა ეს. არის ის, როდის ვისწავლით. როდის ვისწავლით რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სისტემა. როდის ვისწავლით, რომ სიყვარული უფრო ძვირფასია ვიდრე პრინციპი. იაკობის ისტორია არ გვაძლევს პასუხს. მაგრამ გვაძლევს შეხსენებას. შეხსენებას იმისა, რომ ყოველი არჩევანი აქვს ფასი. და ზოგჯერ ეს ფასი იხდის არა ის, ვინც აკეთებს არჩევანს, იხდის ის, ვინც რჩება მარტო. და ამ ყველაფრის შუაგულში იდგა ერთი უცნაური დეტალი, რომელზედაც მანამდე არავინ ამახვილებდა ყურადღებას. როცა იაკობი გაემგზავრებოდა იმ გზით, საიდანაც აღარ დაბრუნდებოდა. მან ატარებდა პატარა მედალიონს. მედალიონს, რომელსაც არასოდეს არ ეხტიდა. მედალიონს, რომელიც ეკიდა მისი კისრისკენ და რომლის შესახებაც არავის ელაპარაკა. წლების შემდეგ, როცა ამ მედალიონის შესახებ ინფორმაცია გამჟღავნდა ერთი უცნაური გარემოება. მედალიონი იპოვეს. იპოვეს არა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. იპოვეს სხვა ადგილას, სრულიად სხვა ადამიანის ხელში. ვინ იყო ეს ადამიანი? ვინ იყო ის ვიამიანი? ვინ იყო ის, ვისაც მიუვიდა ის ერთადერთი ნივთი, რომელსაც იაკობი ყველაზე მეტად აფასებდა? წყაროების თანახმად ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო იაკობის გარემოცვაში. ადამიანი, რომელსაც იაკობი ენდობოდა. ადამიანი, რომელმაც იაკობს უთხრა, არ იღელვო. ყველაფერი კარგად იქნება. მე აქ ვარ შენთან. მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანი არ იყო იქ იმისთვის, რომ დაეხმარა იაკობს. ის იყო იქ იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა ყველაფერი. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1990-იან წლებში, ეს ადამიანი წერდა ანგარიშებს. ყოველდღიურ ანგარიშებს იმის შესახებ, თუ როგორ იყო იაკობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორ ლაპარაკობდა, რას ფიქრობდა, რაზე ამბობდა. და ეს ანგარიშები არ იყო უბრალოდ დოკუმენტაცია. ეს იყო მასალა, რომელსაც იყენებდნენ იმისთვის, რომ დაედგინათ, როდის იქნებოდა სწორი მომენტი, რომ იაკობს უბძანონ ის, რაც უბძანეს. და ანგარიშებში, რომლებიც დღეს ინახება დახურულ საქაღალდეებში, ხედავთ ფრაზებს, რომლებიც გულს გატეხს. ფრაზებს, როგორიცაა, დღეს იაკობმა ისევ ილაპარაკა მამაზე. ის ამბობს, რომ მას ჯერა, რომ მამა საბოლოოდ გაიგებს. მას ჯერა, რომ თუ ის აჩვენებს ძალას, მაშინ მამა იქნება ამაყი. მას ჯერა, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაბრუნდეს მამის გულში. მე ვთვლი, რომ მისი პროგნოზი არ არის რეალისტური. ეს იყო სიტყვები, რომლებიც ჩაწერა ადამიანმა, რომელსაც იაკობი ჰგონებდა მეგობრად. სიტყვები, რომლებმაც აჩვენა, რომ იაკობს იყო იმედი, იყო რწმენა, იყო ის, რაც მას აძლევდა ძალას გაგრძელებულიყო. მაგრამ იმავე დროს ეს სიტყვები დაედგინა როგორც დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, იაკობი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ილუზია. ილუზია, რომელიც აძლევდა მას ძალას, მაგრამ რომელიც სისტემის თვალში იყო მხოლოდ მტკიცება მისი სისუსტისა. და მედალიონი, რომელიც იაკობს ატარებდა, შეიცავდა ფოტოს. ფოტოს, სადაც იყო პატარა ბიჭი და ქალი, დედა და შვილი. ეს იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც აკავშირებდა იაკობს იმ დროსთან, როცა სიყვარული ჯერ არსებობდა. როცა ჯერ არ დაკარგულა. როცა ჯერ იყო ადამიანი, რომელიც მას უყურებდა არა როგორც სიმბოლოს, არამედ როგორც შვილს. მაგრამ როცა იაკობი გაემგზავრა, როცა დადგა ის დრო, რომელიც უნდა მომხდარიყო, ეს მედალიონი გაქრა. უბრალოდ გაქრა. და წლების შემდეგ, როცა ეს მედალიონი აღმოჩენილ იქნა, ის აღმოჩნდა იმ ადამიანის ოჯახის სახლში, რომელიც იყო იაკობის გვერდით. ადამიანის, რომელიც წერდა ანგარიშებს. როდესაც ამ ადამიანის შთამომავლებმა იპოვეს ეს მედალიონი, იპოვეს იმ ყუთში, რომელშიც ინახებოდა ძველი საბუთები, მათ კითხეს ბებიას: "ბებო, რა არის ეს? საიდან მოვიდა ეს?" და ბებიამ, რომელიც იყო იმ ადამიანის ქალიშვილი, უთხრა: "მე არ ვიცი ზუსტად,
მაგრამ მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ეს იყო ნიუთი, რომელიც ეკუთვნოდა ადამიანს, რომელსაც მან ემსახურებოდა. ადამიანს, რომელიც არასოდეს არ დაბრუნებულა. მამაჩემმა ინახავდა ეს როგორც შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ ზოგჯერ სამსახური არის მწარე. და ეს სიტყვები, რომლებიც ითქვა ათეულობით წლის შემდეგ, აჩვენებს, რომ ის ადამიანი, რომელიც წერდა ანგარიშებს, შესაძლოა აც კი იყო ბოროტი. შესაძლოა ის უბრალოდ ასრულებდა ბრძანებას. ასრულებდა იმას, რასაც მას ევალებოდა. მაგრამ შეინარჩუნა მედალიონი. შეინარჩუნა როგორც შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ ის, რისი გაკეთებაც მას მოუწია, არ იყო ის, რასაც ის თავად სურდა. მაგრამ ეს შეინახვა არ ცვლიდა არაფერს. ეს არ აბრუნებდა იაკობს. ეს არ აბრუნებდა იმ მედალიონს იმ ადამიანთან, ვისაც ის ნამდვილად ეკუთვნოდა. და დღეს, როცა ეს მედალიონი ინახება როგორც ექსპონატი ერთ-ერთ კერძო კოლექციაში, ჩვენ ხედავთ იმ ფოტოს, ხედავთ იმ პატარა ბიჭს და იმ ქალს. და ვიცით, რომ ეს იყო ერთადერთი, რაც იაკობს ჰქონდა. ერთადერთი, რაც მას აკავშირებდა იმ დროსთან, როცა სიყვარული ჯერ არსებობდა. და კითხვა, რომელიც დგას, კითხვა, რომელსაც ყველა ვაკენებთ, არის არა მხოლოდ ის, თუ ვინ წაართვა იაკობს მედალიონი. არის ის, რატომ? რატო უნდა წაერთმა ერთმევინათ ის ერთადერთი, რაც მას აძლევდა სიმშვიდეს? ის ერთადერთი, რაც მას ახსენებდა, რომ ოდესღაც ის იყო უბრალოდ შვილი. ზოგიერთი ვარაუდით შესაძლოა მედალიონი წაერთვა, იმიტომ რომ სისტემა არ უნდოდა, რომ იაკობს ქონოდა რაიმე, რაც მას აკავშირებდა წარსულთან. არ უნდოდა, რომ მას ქონოდა რაიმე, რაც მას ახსენებდა, რომ ის არის ადამიანი. არ უნდოდა, რომ მას ქონოდა რაიმე, რაც მას აძლევდა ძალას, რაიმე, რაც მას აძლევდა ძალას წინააღმდეგობის გასაწევად. და ამიტომ მედალიონი წაერთვა. წაერთვა და გადაეცა იმ ადამიანს, რომელიც წერდა ანგარიშებს. გადაეცა როგორც საბუთი. როგორც მტკიცება იმისა, რომ სამსახური შესრულდა. და ეს ადამიანი, რომელმაც შეასრულა ბრძანება, შეინახა მედალიონი. შეინახა არა როგორც ტროფეი, შეინახა როგორც ტვირთი. ხა როგორც ტვირთი. ტვირთი, რომელიც ატარა მთელი ცხოვრება. და დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ ამ მედალიონს, როცა ვხედავთ იმ ფოტოს, ხვდებით, რომ ეს არის არა მხოლოდ ნივთი, ეს არის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ იაკობს წაერთვა ყველაფერი. წაერთვა მამის სიყვარული. წაერთვა ოჯახის მხარდაჭერა. წაერთვა ფული და უსაფრთხოება. წაერთვა ნდობა. და საბოლოოდ, წაერთვა ის ერთადერთიც კი, რაც მას ახსენებდა, რომ ოდესღაც ის იყო უბრალოდ შვილი, რომელსაც უყვარდა დედა. და ეს წართმევა, ეს სრული, საბოლოო წართმევა, იყო ის, რაც გახადა შეუძლებელი იაკობის გადარჩენა. რადგან როდესაც ადამიანს წაართმევ ყველაფერს, როდესაც ადამიანს აღარაფერი რჩება, მაშინ ადამიანს აღარ აქვს მიზეზი, რომ იბრძოლოს. და მაშინ მოვიდა ის საღამო, რომელიც შეცვალა ყველაფერს. თუმცა მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობა ჯერ კიდევ იმალება ისტორიის ჭრილში, ერთი რამ ცნობილია. იყო შეხვედრა. შეხვედრა, რომელზეც არავინ არ ელოდა. შეხვედრა, რომელზეც არავინ არ მოამზადებულა. შეხვედრა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ვინ მოვიდა? ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც შევიდა იმ ოთახში, სადაც იაკობი იჯდა? წყაროების თანახმად ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება. ადამიანი, რომელსაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება. ადამიანი, რომელიც მოვიდა არა იმისთვის, რომ დაეხმარა, არამედ იმისთვის, რომ ეთქვა, ეს არის შენი ბოლო შანსი. და რა იყო ეს შანსი? რა უთხრა ამ ადამიანმა იაკობს? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით მან უთხრა, შენ შეგიძლია დაწერო წერილი. წერილი, რომელშიც შენიც შენ ითხოვ პატიებას. ითხოვ პატიებას იმისთვის, რომ შენ ვერ იყავი ის, რასაც შენგან ელოდნენ. ითხოვ პატიებას იმისთვის, რომ შენ იყავი სუსტი. და თუ შენ დაწერ ამ წერილს, თუ შენ აღიარებ, მაშინ შესაძლოა რაღაც შეიცვალოს. მაგრამ რას ნიშნავდა ეს? რას ნიშნავდა აღიარება? ნიშნავდა, რომ იაკობმა თქვა, მე არ ვარ ღირსეული. მე ვარ იმედგაცრუება, მე ვარ სირცხვილი. და ამ აღიარებით იგი დაამტკიცებდა იმას, რასაც სისტემა მთელი ამ წლების მანძილზე ცდილობდა დაემტკიცებინა. დაამტკიცებდა, რომ იგი იყო სუსტი, რომ იგი არ იყარიყო ღირსეული დიდი გვარისა, რომ იგი იყო შეცდომა. და იაკობმა რა უთხრა? რა უპასუხა მან იმ ადამიანს, რომელიც მას თავაზობდა ამ საშინელ არჩევანს? წყაროების თანახმად იაკობმა უთხრა, არა, მე არ დავწერ ამ წერილს. რადგან თუ მე დავწერ ამ წერილს, მაშინ მე ვეტყვი, რომ ყველაფერი, რისი მცდელობაც მქონდა, იყო ტყუილი. ყველაფერი, რისი გრძნობაც მქონდა, იყო შეცდომა. და მე არ შემიძლია ამის თქმა. რადგან მე ვიცი, რომ მე არ ვიყავი სუსტი. მე უბრალოდ ვიყავი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სიყვარული. და ეს სიტყვები, ეს უკანასკნელი, ძლიერი, ღირსეული სიტყვები, იყო ის, რაც იაკობმა დატოვა. დატოვა როგორც მისი ბოლო გზავნილი.
ბოლოგზავნილი, რომელიც ამბობდა, მე არ ვარ ის, რასაც თქვენ გსურთ ვიყო. მე ვარ ის, ვინც ვარ. და მე არ მინდა, რომ ჩემი ბოლო სიტყვები იყოს სიცრუე. და ამ უარის შემდეგ, ამ უკანასკნელი ღირსების გამოვლინების შემდეგ, იყო დუმილი. დუმილი, რომელიც გრძელდებოდა. დუმილი, რომელიც ნიშნავდა, რომ არჩევანი გაკეთდა. არჩევანი, რომელიც ნიშნავდა, რომ იაკობი დარჩა თავის პრინციპზე. დარჩა იმ ადამიანად, რომელიც იყო, არა იმად, ვინც სისტემა უნდა ყოფილიყო. და რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ცნობა. ცნობა, რომელმაც სამუდამოდ დახურა ეს თავი. ცნობა, რომელმაც თქვა, იაკობ ჯუღაშვილის ამბავი დამთავრდა. მაგრამ დამთავრდა ის არა იმიტომ, რომ იაკობი იყო სუსტი. დამთავრდა ის იმიტომ, რომ იაკობი არ დათანხმდა სისუსტის აღიარებაზე. დამთავრდა ის იმიტომ, რომ იაკობმა აირჩია ღირსება. თუნდაც ეს ღირსება ნიშნავდა მარტოობას. და დღეს, როცა ჩვენ ვუბრუნდებით ამ ამბავს, როცა ვცდილობთ გავიგოთ რა მოხდა, ჩვენ ხვდებით, რომ იაკობის ტრაგედია იყო არა სისუსტის ტრაგედია, იყო ძალის ტრაგედია. ძალის, რომელიც სისტემამ არ მოიცნო. ძალის, რომელიც მოითხოვდა არა დამორჩილებას, არამედ სიყვარულს. ახლა როცა წლები გავიდა, როცა თბილისი ახსოვს იაკობს როგორც სიმბოლოს, ყველას კითხავს, რას დატოვა იაკობმა? დატოვა ოჯახი, რომელსაც წაერთო ყველაფერი. დატოვა გვარი, რომელსაც წაერთვა ღირსება. დატოვა სახელი, რომელიც გახდა სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება, როცა სისტემა უფრო ძლიერია ვიდრე სიყვარული. მაგრამ დატოვა აგრეთვე სხვა რამ. დატოვა შეხსენება. შეხსენედება იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ადამიანი არ არის ის, ვინც არ ღიზიანდება. ყველაზე ძლიერი ადამიანი არის ის, ვინც გრძნობს, მაგრამ მაინც არ დანებდება. იაკობმა გრძნობდა, გრძნობდა ტკივილს, გრძნობდა მარტოობას, გრძნობდა იმედგაცრუებას, მაგრამ მან არ დათანხმდა. არ დათანხმდა იმაზე, რომ ეთქვა, მე ვარ სუსტი. არ დათანხმდა იმაზე, რომ ეთქვა, მე არ ვარ ღირსეული. არ დათანხმდა იმაზე, რომ უარეყო საკუთარი გრძნობები. და ეს უარყოფა, ეს უკანასკნელი უარყოფა, იყო მისი ბოლო მოქმედება. მოქმედება, რომელიც დაამტკიცა, რომ იაკობი იყო არა იმედგაცრუება, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ღირსება. მაგრამ ეს ღირსება არ დაიცვა მას. ეს ღირსება არ დააბრუნა მას მამის გულში. ეს ღირსება არ შეცვალა სისტემას. ეს ღირსება უბრალოდ იყო. იყო როგორც ბოლო გზავნილი. გზავნილი, რომელიც ამბობდა, მე ვიყავი ადამიანი. და ადამიანობა არის არასისუსტე. ადამიანობა არის ძალა. და დღეს, როცა ქართველები ახსოვთ იაკობს, ისინი არ ახსოვთ როგორც სუსტი. ახსოვთ როგორც შვილი, რომელმაც ელოდა სიყვარულს. შვილი, რომელმაც არასოდეს არ მიიღო ის, რასაც ელოდა, მაგრამ რომელმაც მაინც შეინარჩუნა ღირსება. და ეს მეხსიერება, ეს ტკივილიანი, სევდიანი, ღირსეული მეხსიერება არის ის, რაც დარჩა. დარჩა როგორც შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ ოჯახი არ არის სისტემა. ოჯახი არ არის პრინციპი. ოჯახი არის სიყვარული. და როცა სიყვარული ქრება, როცა სიყვარული იცვლება პრინციპით, მაშინ რჩება მხოლოდ ცარიელი სახლი და ტკივილიანი მეხსიერება. იაკობის ოჯახი არ გამდიდრდა, არ გახდა დაცული, არ მიიღო ის, რასაც უნდა მიიღო. დარჩა მხოლოდ გვარი. გვარი. გვარი, რომელიც ატარებს მძიმე ისტორიას. ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს ყველას, ვინც იცნობს მას. და როდესაც დღეს ჩვენ კითხულობთ იაკობის ბოლო სიტყვებს, როცა ვიცით, რომ მან არ დათანხმდა სისუსტის აღიარებაზე, ხვდებით, რომ იაკობის ამბის ამბავი არ არის მხოლოდ ოჯახური ტრაგედია. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ყოფნა ადამიანად, რას ნიშნავს ყოფნა ღირსეულად, რას ნიშნავს შენახვა საკუთარი თავი, თუნდაც მთელი სამყარო გეუბნებოდეს, რომ შენ არ ღირხარ. იაკობმა იცოდა, რომ არ ღირდა. იცოდა, რომ სისტემა მას ასე უწოდებდა, მაგრამ მან არ დაუჯერა სისტემას, დაუჯერა საკუთარ გულს. და ეს რწმენა, ეს უკანასკნელი რწმენა იყო ის, რაც მას დარჩა. დარჩა როგორც მისი ბოლო ძალა, როგორც მისი ბოლო პრინციპი, როგორც მისი ბოლო სიყვარული. სიყვარული არა იმისადმი, რასაც მან მიიღო, სიყვარული იმისადმი, რისი ყოფნაც მან იცოდა. სიყვარული იმისადმი, რაც უნდა ყოფილიყო. და ეს სიყვარული, ეს არარეალიზებული, არარეალიზებადი, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არის ის, რასაც იაკობ ჯუღაშვილი დატოვა. დატოვა როგორც გზავნილი. გზავნილი, რომელიც ამბობს, ზოგჯერ შვილს არ სჭირდება ძალა, არ სჭირდება წარმატება, არ სჭირდება დიდება. შვილს სჭირდება მხოლოდ ერთი, რომ მამამ შეხედოს და ეთქვას, შენ ჩემი ვაჟი ხარ. და ეს საკმარისია. მაგრამ ეს სიტყვა არასოდეს ნათქვამა. და ამიტომ დღემდე ეს ოჯახური ჭრილობა ტკივილს აგრძნობინებს ყველა ქართველს, ვინც იცის, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ტრაგედია არ არის ის, რაც ხდება, ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რაც არასოდეს არ მოხდა. მეგობრებო, და თქვენ რას ფიქრობთ იაკობ ჯუღაშვილის ამბავზე?
იყო თუ არა ის მსხვერპლი სისტემის, რომელიც არ აფასებდა ადამიანურობას. თუ თავადაც შეეძლო რაიმე შეცვლა. გაიხსენეთ თუ არა თქვენი ქალაქში, თქვენ სოფელში ამბები იმ ადამიანებზე, რომლებმაც ელოდნენ მშობლის სიყვარულს და არასოდეს მიიღეს. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცით თუ არა თქვენ ასეთ ისტორიებს. დააწყაპონეთ მოწონებას თუ გონიათ, რომ ეს სიმართლე უნდა ვიცოდეთ და გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩეთ სხვა ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებმაც იბრძოლეს ოჯახურ სევდასთან. გმადლობთ ყურადღებისთვის.